დაგიბრუნდით მეგობრებო შემდეგ ვიდეოში. დღევანდელი ვიდეოს არსი კი მდგომარეობს შემდეგში. ვითამაშებ დუელს, როგორც ხედავთ. მოდით თუ ნოდისტრაპს დავაყენოთ. ვითამაშებ დუელს, როგორც ხედავთ, აი ამ მაპზე და როგორც წინა ვიდეოდან ნახეთ, იქნება იგივე ჩელენჯი, როგორც არის რეირითი მეცვლება ყოველ შემდეგ ხელზე. როგორც მოიხსენებათ, უკვე თამაში გვაქვს 6 რეირითი, მაგრამ მე 6 რეირითის ბრაულერი მე არ მყავს. რადგან იმდენად გონება ჩლუნგი არ ვარო 159 ლარად ვიყიდო კაზე. ნუ ჩემთან $50 ყირდა, მაგრამ 159 ლარად კაზეს ყიდვას არ ვაპირებდი, ამიტომ მოდით მაპატიეთ და მარტო 5 რეირითი დავტოვოთ თუ შეიძლება. თან მე 6 რეირითი ერთი ბრაულერია და ერთი ბრაულით ვერ ვთამაშებდი. ესე იგი, შევიდეთ ბრაულერების კატეგორიის არჩევაში და დავაყენოთ აქ რეირითი. როგორც ხედავთ, გვაქვს 5 რეირითი, რეირი, ხო? რეირი, სუპერ რეირი, ეპიკი, მითიკი და ლეგენდარი და ნუ რაღაცა ულტრა ლეგენდარი, რომელიც არ მყავს. თითოეული აი ამ რეირითიდან ვითამაშებ 3 ბრაულერს, როგორც ხედავთ, როგორც იცით, თუ დუელში საჭიროა 3 ბრაულერის დაყენება და თითოეული ამ 3 ბრაულერით, ნუ იმედია მოვიგებ, თუ ვერ მოვიგებ, ეგეც არაფერია, მაგრამ ნუ სასურველია მოვიგო. პირველი მოდი დავიწყოთ. ნუ ჯერ მაპი ვნახოთ რა მაპია, იმიტომ რომ არ ვიცი რა მაპია. პირველი დავიწყოთ, მოდი ბრაულერების არჩევა და პირველი გვაქვს რეირი. რეირიდან ბევრი არჩევანი არ არის, სიმართლე ვთქვა, იმიტომ რომ მარტო გვაქვს 9 ბრაულერი და აი ამ მაპზე დაგვჭირდება ჩვენ, ასე რომ ვთქვათ, ახლო ბრაულერიც და შორ რეინჯი ბრაულერიც. ამიტომ მოდი პირველი იყოს კოლტი, რომელიც თამაშიც არ ვიცი, წესიერად. მეორე იყოს უკვე ბროკი თუ დაინომა, არა დაინეგენი უკვე ისა. მოდი მეორე იყოს ბროკი და მესამე იყოს ელპრიმო, იმიტომ რომ ცოტა ელპრიმოს თამაშის მუღამზე ვარ, ცოტა ასე რომ ვთქვათ, ვამუღამებ ელპრიმოს. ხო, რატომაც ბევრი სკინია. კაი. მოდი პირველივე ხელი გავსტარტოთ. ეს გადატენვა არ დამჭირდება, უფრო კედლების გამტროვა დამჭირდება, აქ რომ ჩემ კოლტი შარპშუთერი არის, ანუ შორს მსროლელი არის და დამჭირდება, რომ ასე რომ ვთქვათ, მაპი გავხსნა რა, რომ ცოტა გამივარტივდეს. ძალიან კაი კაუნტერი მაქვს მისი ბრაულერებისთვის. ამიტომ იმედია პირველივე ხელი წაგებს გარეშე წავა და გადავინაცვლებთ შემდეგ რეირითზე. კოლტი თამაშით ახლა ვერ დავიკვეხნი მე, იმიტომ რომ ნუ თამაში არ ვიცი წესიერად. ადრე კი ვთამაშობდი კოლტით კარგად, მაგრამ ნუ ახლა დროთა განმავლობაში დამავიწყდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც ეს ბრაულერები ავიყვანე რანკ მაქსზე, მის მერე ხან იშვიათად თამაშობ, ხან საერთოდ ვთამაშობ და როგორც მოიხსენებათ, ყველაფერში ეგრეა, თუ არ გააკეთე ხშირად, ნიჭი გეკარგება რა. ხო და აქ არ ვიცით რა ცდილობს, მაგრამ მოდი გეტყვით ჩემ შემდეგ YouTube-ის გეგმებზე. არ ვიცი რატომღაც ცოტა პრობლემებიც მაქვს, იმიტომ რომ აი მენტალური, ფიზიკური და რაღაც პრობლემები მაქვს, ფსიქოლოგიური, მაგრამ იმედია მაგ პრობლემებს აღმოფხვრავ. და ხო, რა შეეხება YouTube-ს. არ ვიცი, აი ამ პრობლემების გამო შეიძლება YouTube-ი საერთოდ გავწყვიტო. ანუ გავაოქმო ჩემი YouTube არხი, არ ვიცი. თუ ყველაფერი დამილაგდა, ეგ ყველაფერი დალაგდა, მაშინ გავაგრძელებ რა თქმა უნდა და უფრო და უფრო მეტ ვიდეოებს დავდებ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ჩემი მდგომარეობა, შეიძლება საერთოდ გავწყვიტო YouTube არხი, ანუ შევწყვიტო YouTube არხი. ამიტომ თქვენ მაინც ნუ ინერვიულებთ, იმიტომ რომ შეწყვეტის შანსი არის სადღაც 30% და ყველაფრის აღმოფხვრის შანსი არის 70%. ამიტომ თქვენ მაგაზე ნუ იღელვებთ, თუ იღელვებთ რა თქმა უნდა და ხო ერთი კვირა შეიძლება დამაგვიანდეს ვიდეოს დადება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ან უნდა გადავლახო ან რაღაცეები და ერთ კვირაში თუ ვიდეო არ დაიდო, ესე იგი რაღაცა მოხდა და ანუ პოსტზეც დავდებ თუ ვიდეო თუ არხი გაიწყვიტა, ანუ გაუქმდა და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რა თქმა უნდა ვიდეო დაიდება და ძალიან სახალისო ვიდეოც გამოვა სხვათა შორის და იმედია გაერთობით. აქ როგორც ნახეთ უკვე ამ ლაპარაკში რეირის აქ კომუნის გვაქვს ჩვენ, ასთა სტარტინგ ბრაულერი რეირია. რეირის რეირითი მოვრჩით, კარგად ერითმება. გადავედით უკვე სუპერ რეირზე. სუპერ რეირზე გვაქვს უფრო ბევრი ბრაულერი სხვათა შორის და აქ უკვე ბევრი ვარიანტი გვაქვს რომ დავიყენოთ. მოდი პირველი იყოს რა იყოს პირველი? პირველი იყოს მოდი ეში, იმიტომ რომ ეში კარგი ბრაულერი არის, ანუ ტანკ ბრაულერი არის, ასე რომ ვთქვა. მეორე იყოს ტუ და მესამე ვინ იყოს?
არა, ეს ეპიკი. არა, სტუ ეპიკია, კაცო, ეპიკის დაყენება არ შემიძლია. მაინც. გადავედი მე ბოდიშით, მომიტევეთ. მეორე მოდი იყოს პენი და მესამე იყოს ვინ იყოს მესამე? მოდი კარლი იყოს. და ამაზე სკინი შევცვალოთ? არა, გავსტარტოთ მოდი, იმედია ტანკები შეგხვდება, იმიტომ რომ ეს ტანკი მოხდება პირდაპირ. შეგენაცვალი, ახსენე და დაგიხვდესო. მე 3 ტანკი. ედგარს გავაქრობ შუაზე. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ხო, როგორც ვთქვი, პოსტზე YouTube-ის არხზე, ანუ პოსტებში დაიდება თუ რა გეგმება ჩემ YouTube-ის შესახებ, YouTube არხის შესახებ, თუ ეს ყველაფერი აღმოფხვრი, რასაც გაიგებთ ამ ვიდეოდან, მაშინ ყველაფერი წესრიგში არის და არა მომეჩვენე თუ კედელში გაატარა ახლა ამან. ხო, დავიკიდოთ. ყველაფერი თუ გადაიჭრა და ყველაფერი თუ მოვაგვარე, ესე იგი YouTube-ს გავაგრძელებ ჩვეულებრივად და თუ არა და პოსტში სამწუხარო ფაქტი დაიდება ის, რომ YouTube-ს გავწყვიტავ, ანუ საერთოდ დავანებებ თავს და ხო, ცოტა შეიძლება სამწუხარო ფაქტი იყოს. ეს არ ვიცი აქ რას ფიქრობს, იმიტომ რომ აშკარად ფრენკი თამაში არ იცის წესიერად უვარდება. ჩემი ტურეტიც არ გაუნადგურებია და პრობლემა შეუქმნის ეგ, თან ძალიან დიდ პრობლემა შეუქმნის და უკვე კუთხეში მოვიმწყდით, რაც კარგია. აუ. აი ფრენკზე დაუბალანსირებელი ბრაულერი თუ მენა რა არის წამში მილიარდ ყუეს რატომ აცლის? ეს ხელი წავაგეთ. კარგი. სუპერ რეირი გაიმე რა უნდა ვთქვა ამაზე ან წავაგეთ რა, დაიკიდეთ. გადავედით ეპიკზე. ეს ეპიკი იყო. ეს ეპიკი ყოფილა მეგობრებო. რეირთებში შევწდი, მომიტევით. კაი, ეში დარჩეს. სტუ დავიყენოთ და რეირთებს დავაკვირდე, მაინც რა ტიპილო ბროულერს ვიყენებ. და ხმა და მოდი მესამე ბრაულერი იყოს ჰენკი. დავაი, ძალიან კაი კომბო მაქვს. მოწინააღმდეგისთვის კარგი კომბო, იმიტომ რომ ერთი შელი რო დაიყენოს, უკვე წაგებული მაქვს. ანუ ერთი შელიც რო იყოს, წაგებული მაქვს. ახლა ამ რეიჩი წაგებული არ მაქვს, მაგრამ ისე წაგებული მექნებოდა. კარგი, პირველი ბრაულერი არის სტუ, იმედია მოვიგებთ ამას. და ხო, მოდი წავაგებთ. აი ერთი დარტყვა მჭირდება და რასაც ქვია, მე მოვიგებ. აი, სო. ოპ. დილეი მაგ თუ რა ხდება? აი მე თამაში ნერვებს ამიშლის და ამიწყვეტს. აუ ყველანაირ ტერმის მიზამს, რაც კი არსებობს. აუ ეს ვიღაცა სტუს მასტერ კლასია, მაგრამ რა იყო რა უნდა გამწარ. მე მგონი ეპიკასაც წავაგებ. რა ხდება? არა, ჰენკით მოვიგებ. და შეხედეთ მეგობრებო რა მაგრამ მოვიგო ახლა. შეხედეთ. დავასნაიპე. გეგმი როგორც ქართული მქონდა ისე არ წავიდა, მაგრამ მოდით არ შევიმჩნიოთ. მოდი. წავაგე. ასე ატუქცელდება. აი, გადავინაცვლოთ შემდეგ რეირით. აქ ჩემი ბიჭი მორტისი პირველივე ბრაულერი, რა თქმა უნდა, და მოდი დავიყენოთ რამე დებილობას კინი, რომ დებილი პლეიერი მოვეჩვენო. მეორე მოდი იყოს მეორე ვინ იყოს? მოდი მეორე იყოს ბაირონი არ მინდა, იმიტომ რომ ბაირონს ლივს ქაჩავ და აჰა თუ აქ გამოვიყენე მე რას ავქაჩავ. მოდი აი ისეთი ვინმე მინდა, რასაც მე იოლა დავქაჩავ. აკი, ჯინი იყოს მეორე და მესამე იყოს ისა მენდი რა კატეგორია. მენდი ეპიკი, ისა ეპიკი ოპი.
კაი, მოდი მეორე იყო სკვიკი. სკვიკზე რამე განსაკუთრებული სკინი მაქვს, რომელიცაც ვითამაშებ, არა. გავსტარტოთ. იმე 5 რეიტიდან 1 მოვიგო 2 წავაგე. ძალიან მაგარი სტატისტიკა მაქვს. წავაგე. არანაირი კაუნტერი არ ყავს მაგ ბრაულერებისთვის. წავაგე. კაი, კიტი აქ იქნება. აფკაზე. მოდი გავურაშოთ შენი გრუჩიტელი რა ვთქვი მე მინდა გიყენა მაგრუჩიტელი ვინც მაგ დაგაყენებინა იმას მოუკითხე მე ყველა კეთილის ყოფილი ვარ მე ვაიმე ამას რანაირად უნდა მოუგო ის არა მე ტრიუკი ხომ არიცით აი ამ ჰენკს რანაირად მოუგო მეგონი ვერ მოვუგებ და გაჭით და გავფლანგე. აი, ტყვია როგორც კი გავთავდება, ეგრევე უნდა შევურაშო. მან აისო ახალი ტყვია. გაიგამარტყა ეს. რაშ? აუ. აი, რა ფერი განსაკუთრებული კაცო. შემეძლო. თქვენ ირწმუნეთ რომ შემეძლო. ბიჭო, რამდენ საკლებს რა იყოჩი. მე მეჩვენება თუ რეინჯზე მაღლა მომე. დღეს ჩემი დღე არ არის. შეხედეთ ახლა გავარტყა. შეხედეთ? ხო გავარტყი. სად გავარტყი, რა ვიცი. აუ. გადი ძლივს. ერთ-ერთად ვკლაჩავ. დამიჯერეთ ვკლაჩავ. დიახ, ესეც წავაგე. მალე მენტალური ბრეიქდაუნები მექნება. გადავინაცვლოთ ბოლო რეირიცზე, რომელიც არის ლეგენდარი. საშინლად დარხეული მაქვს. პირველი არის სპაიკი, მეორე არის ეს, რომელზეც ტაიტალი ავიღე და დავიყენოთ, მოდი. აქ და მერე აქ. აჰა. ძალიან კაი. ეს გვიყენია. ხო, გვიყენია. და ბოლო დავიყენოთ კორდელიუსი. რა დებილობა რაღაც დავიყენე. არა სპაიკი, არა კორდელიუსი. სპაიკი გამომადგება მარტო ტანკთან. არტი ტანკია. აი ბიბი ყავს ტანკი, მაგრამ სპაიკით გავძლები იქამდე? ვერ გავძლები, იმიტომ რომ ვერ ვთამაშობ. ალიბი ხო უნდა მქონდეს ახლა. და თან არასწორი star power-ით ვარ წამოსული. აბა თუ გამოიცნობთ რა star power-ით ვარ წამოსული. იმ star power-ით წამოსული, რომელიც სუპერზე რო დადგები, ქილავს. რაც აქ ნამდვილად არ გამომადგება, იმიტომ რომ არტისთან ახლოს რომ მივიდე, გამაქრობს კი არა. მე მგონი პირიქით იქით შემიყვარებს. ცუდი გზით. სუპერიანია დაივსო. რა შვება? არა. ოკალი. რა დებილია? რა შვება? კაი, ბოლო 5 რეიტიდან 3 წავაგე, 2-ს მოვიგე. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. ეს ახლა აქედან მორტისით გამოფუშავს. თუ ჭკუა აქ თავში. არა, თუ ჭკუა არა აქ თავში პირიქით. არ ქონია ჭკუა თავში. მოდი, კორდელიუსის მუღამი მაქვს რო ვითამაშო და თავში ვაკლავ. გამაქსული არ ყავს ანუ ჩემა ალას. მომგალი შესაძლოა მომგალი. სუპერი დამახარჯა, ვაიმე! რა ჩლუნგია ღმერთო ჩემო, სუპერი დამახარჯა. ვაიმე გაუმაზე. რა აზრი წააგო მაინც. შეხედეთ? hasta la vista. მოვიგე, აბა რა. რატო გამიხარდა ასე ძალიან? მე არ ვიცი. ძალიან კარგი. მეგობრებო, მოვრჩით ჩვენ ამ ჩელენჯს. დუელებში ვითამაშებთ 5-ვე რეიტით ვითამაშეთ დუელებში. სადაც 5 რეიტიდან
მოვიგეთ მარტო ორი რეიტით, რომელიც იყო რეირი და ლეგენდარი. მითიკი, ეპიკი, სუპერ რეირი წავაგეთ. როგორ წავაგეთ არ მკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან დებილურად ვითამაში. როგორც ნახეთ, თამაში უკვე 6 რეირითი გვაქვს და ხო, თუ არ გინახიათ Brawl Talk-ი, Brawl Talk-ი, mini Brawl Talk-ი, ცვლილება იყო Trophy Road-ზე, რაც თუ არის Trophy Road რა არის, Trophy Road-ი არის ეს, აქ აწერია Trophy Road-ი, ანუ 0-100-დან დაწყებული 70000-მდე, 70000-დან მერე ულიმიტომდე. გინდა 9 მილიონზე ადი, რომელზეც ჯერ კაცობრიობა არასულა და გინდა ჩემნაირად 90917-ზე. ახლა მაგდენზე არ ვარ, მაგრამ ხო ვიყავი. და ხო, Trophy Roads ანახლებენ, ანუ აქ როგორც ხედავთ, ლეგენდარი star drop-ი და ეს 50 კრედიტი და ეცი რაღაცები გაქრება. თუ ფოტოს ვიშოვი, რა თქმა უნდა, ვიდეოში ჩავსვამ, თუ რა განახლება იქნება Trophy Roads-ზე, ზუსტად სადღაც მარცხენა კუთხეში გამოჩდება აქეთ. თუ ნახე, რა თქმა უნდა, ფოტო და მოდი ზეპიად გეტყვით რაც შეეხება, იმიტომ რომ თუ ხართ მაგალითად 90000-მდე, მაგალითად ახლა ადამიანი შეიძლება იყოს 22000-მდე. 22000-მდე რა ესეთი რაღაცები რაც აიღეთ, star point-ები და რაღაცეები, იმათ აღარ მოგცემთ, მაგრამ თქვა 22000-დან თამაშის მუღამი მოგეცათ და ახვედით 30000-მდე. იმ განვლილ 8000-ში შემავალ პრიზებს მოგცემთ და ჯამში რო ვთქვა, თუ ზუსტად მახსოვს 0-100-დან 70000-მდე არის სადღაც 100000 კოინი არის ჯამში შეკრებილი და სადღაც 5000 კრედიტი და 70000-დან უკვე 90000 არა 100000-მდე, ანუ სადაც caps ზრდიან, 70000 ხო არის ახლა მაქსიმუმი, როცა 70000 დაამთავრებთ, უკვე თასები აღარ გემატებათ რა, პროსტა რიცხვი იზრდება და ახლა ზრდიან 100000-მდე. ზუსტი ინფორმაციას განახებთ ახლა აქ news-ებში არის. more info, შეხედეთ, სად არის? We are extending the trophy road to 100k trophies, ანუ trophy road-დან 100k-მდე. ეს არ ვიცი ახლა რამდენად კარგია და რამდენად ცუდი, მაგრამ მე ნამდვილად არ მომწონს, ხო და trophy road ცვლიან და მე ის არ მომეწონა, რომ ამ ჯამში არის 150000 კოინი ამ 100000-მდე სანამ ახვალ შეგიძლია იყო 150000 კოინი ჯამში trophy road-ით და მე ის არ მომეწონა, რომ 90000-ზე ვარ 70000-მდე ხო არის 105000 კოინი, ეს დედა ნაკაჩი 105000 კოინი. იმ 105000 კოინს ვერ ავიღებ და რაც 70000-დან 100000-მდე არის, даже 10000-ის რესურსებსაც კი ვერ ვიღებ. 20000-ის რესურსებს ავიღებ და რომელიც არის 20000, ანუ 120000 კოინს ვერ ვიღებ. ეს დედა ნაკაჩი 120000 კოინს ვერ ავიღებ. მოდი აღარ დავარეიჯ ბეითებ, ახალ აპდეიტს, რა თქმა უნდა, Brawl Talk-ი რო გამოვა, ჩავწერ Brawl Talk-ის ვიდეოს და რა თქმა უნდა, პირველივეს გაცნობებ თუ რა მოხდება Brawl Talk-ში. დღევანდელი ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. შემდეგი შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა თქვენით და ბაი-ბაი.